ერთადერთ სკოლას მინიჭებული აქვს რაიკოვის ძინის სახელი. ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის მეოთხე სკოლა არსებობს წალენჯიხში. გთხოვთ, მივიდეთ. მე ვაპირებთ მისვლას. დიდი მადლობა. აი ეს ჟესტი მინდა გავაკეთოთ ერთად. არა. და მე 1 კილომეტრი ნახევარი. აგერანი, გზაზეა. რა პრობლემა? რა პრობლემა? არა, მაგარი. შენობა მაინტერესებს ოთახი. მე გიგზავნით ციგნებს მე სკოლა ეს სკოლა. ახლა ეს რას ნიშნავს ამაზე მეთქვა შეგავთ. მაგრამ ამის მიღწევა და ამისი გატანა და საბოლოო გადაწყვეტილების დიდება და მერე ამის პრაქტიკულად შეიძლება სკოლა როგორ გააკეთა. შეიძლება ჩვენ ახლა ზოგადად დავაყენებთ მაინც რეზერვულად. და მერე ამ საკითხის გადაწყვეტა ეს არ არის მასობრივი და არ არის ისეთი რომ ეს კაც დავშად არ გაუკვირდა. გასაკვირიც არის. ამიტომ გადავწყვიტე ახლა სკოლის პედაგოგებს წინ და ეს უცხო დირექტორი. ახლა ჩვენ რო იცოდე ბატონო კორნიე. ჩვენ გასაგებოს რაიონის ხელმძღვანელი. რომ დღეს შენ გვაქვს წალენჯიხაში შეხვედრა ყოფილი სამეგრელოს რეგიონის 8 რაიონის პირველ დივნებთან ყოფილი პირველ დივნებთან ახლა გემძინობა არ არის როდესაც ჩვენ მუშაობდით ერთად და ყოფილი აღმასკომის თავმჯდომარეები ვინც ცოცხალი დარჩით აბსოლუტურ უმრავლესობა წასულია მერტვაასხონოს
შევიკრიბეთ ერთად და უპრიანი იყო რომ ჩვენ ამ სკოლაში ჩვენი კოლეგის ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის სკოლაში მოსულიყავით და აქედან დაგვეწყო ჩვენი შეხვედრა. აი ეს ერთ-ერთი მთავარი იდეა ჩვენი არის. დიდი მადლობა რომ თქვენ ხედავთ მე აქ და ვახტანგ კვარაცხელი აგერ ვიყურებს თავის სურათით მე თვალსხონოს მისი სული ეს იყო წალინჯიხაში წლების მანძილზე რაიკომის პირველი მდივანი ჩემი წინამორბედი სამი თაობი უდიდესი პატივისცემი აქ ისწავლა აქ სწავლობდა ვახტანგ კვარაცხელი აი ამ სკოლაში აქ ეს ორი იდგა და არ იდგა არც ის იდგა მე ჩემს დროს რო იყო ისის ახლა არ არის აქ უკვე აი ეს აშენს ხის შენობა იყო დიახ სულ პირველად ძვიანი სკოლა იყო მე გაიწვარი სამხედრო მოხდა ასეთი შემთხვევა და ამ სკოლაში ახლა თქვენ არა მე პირიქით მე მინდა ყველას მოგესალმოთ მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ხართ ჩვენი უფროსი თაობა და ჩვენ ძალიან ბევრი ვისწავლეთ ამისთვის უდიდესი მადლობა სიტყვას ვაძლევ სკოლის დირექტორს ქალბატონ ნონა მეგონიას და გამახსენებ ამის ისტორიას მე ისტორიის მასწავლებელი ვარ პოლიტიკის წარსულის გარეშე ამავე არ არსებობს და არაფრის არჩევება წარსულის ხალხი გადავუშვათ იქ სადაც დასაფასებელია არის თანამედროვეობაში ხალხი გადავუშვება და არის წარსულის რომელსაც ბევრი რამედიკეტებია რეგიონის და აბრაიმის და მე კონკრეტულად დაავადებული ბატონ ნოდა საშუალო ძალიან მიყავდა გადავხადო იმასთან დაკავშირებით ამ სკოლის ერთ-ერთი ბატონ ვალერი ჭანტურიას გამსვენებულს მე გადავუშვებს ნაცნობი ძალიან უცხოა თქვენ შორის არის იმიტომ რომ ძალიან დიდი წვლილი ამ საკითხში თუნდაც ის რომ თუნდაც აი ამ პერიოდში დაერქვა სახე თქვენ გახსოვთ რამდენი რაშული ნაცნობი შატანასთან დაკავშირებით ვიდეოების სახე პირველი სკოლისა სახელი იქნა მიჭერილი აი ამ სახელის მიჭერილი დაიწყო შემდეგ ყველაფერი სიკეთე ავსტრალიაში პირველი ის რომ 1965 წელს როცა ეს ფიჩური შენობა დაიწვა ბატონი ვახტანგი იყო რაიკომის მდივანი და მან თავის თავზე აიღო და აი სკოლა რომელიც ეხლა აღარ არის უკვე და ამის წინამორბედი სკოლა იყო ეს სკოლა აღუშინა და ამ სკოლის იმ პერიოდისთვის ეს იყო ძალიან სერიოზული და უფრო მეცადები როდესაც უკვე ის სკოლა დააიღო და ეს სკოლა ეშენებინათ შენებლები იყვნენ გაოცებული, იმიტომ რომ გესის ცემენტი იყო აშენებული და ძლიერს მოერიდე და უბრალოდ როგორ მოხდაო ის რომ ამისთანაც ძლიერი შენობა გას რამდენი შენობა საქართველოში სკოლისთვის პრაქტიკულად გამოსადეგარი და თქვენ ვინ მოგწევთ იმის ნებართვა რომ ახალი სკოლა აშენებული იყო. აი ამის მადლობას გეუბნებით თქვენ. ამის მადლობას ვეუბნები ბატონ ირაკლი მოპერელიას მის შვილს რომელიც ძირითადად გუბერნატორი იყო ეხლა ბატონი ალექსანდრე მოპერელია ამასთანაც სრულობდა ჩვენთან იყვნენ და ძალიან დიდი მადლობელია არ შეიძლება წარსულის გამიშება და უდიდეს მადლობას გიხსნით ბატონ როდარის ჩუორო რომ აი ცოტა გაშავდა შემა მე ძალიან მიჭირს თქვენ წინაშე გამოსვლა და არ გაგიგვირდით ეს არის შეხვედრა ღირსეულ წარსულთან ერთ-ერთი ფრაგმენტი რომელსაც ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ მიგვაჩნია რომ ის ცუდზე ცუდი იყო საქართველოს ისტორიაში ეს ასე არ არის დღეს აქ ახალგაზრდობა გვესწრება ჩვენ ძლიერი წარსული გქონდა ვიჭირს აწმყოში მაგრამ გვექნება ძლიერი ღირსეული რასაც იმსახურებ ჩვენი ერი ისეთი მომავალიც რაც შეეხება სკოლის საკითხს
ფასდაუდებელი როლი შეასრულა გუბერნიამ. განსაკუთრებით ვალერი ჭადურიამ მე მეტნაკლებად მონაწილეობა მივიღე, მაგრამ აქვე გავაჟღერებ ეხლა ბაკურსა სხვებსაც უთხარი, ჩვენი საერთო კოლეგის, რომელსაც არანაირი კავშირი გაგიგვირდებათ. ალექსანდრე მოვსესიანი. წარმოგიდგენიათ რა რასთანაა დაკავშირებული. ეს მუშაობდა მაშინ სამინისტროში, რომელსაც რეგიონულ სამინისტროს ეძახიან და მისი თანხმობის გარეშე ასეთი რამ არ ხდება. ქალბატონმა ნონომა თქვა 30 წელი გაზარდეს. 30 წლის გარდაცვალების შემდეგ გამოჩენილი მოღვაწის სახელის მინიჭების საკითხის განხილვის უფლება კომისიას. ეს დრო არ არის გასული. წარმოგიდგენიათ? მაგრამ სამინისტრო მაიღო თავის თავზე, გვერდზე გადგა განათლების სამინისტრო, რომ იხებცვალა ამ ამბებით, მაგრამ ყველა შემთხვევაში საერთოდ ძალისხმევით მოხერხდა ამ სკოლის აშენება. აშენდა სკოლა, გახსნის დღეს მე გახდით, აი დღეს უკვე ცოტა მომძლავდი, როგორც იტყვიან, თორეცხრევლები წამოვიდა. ეს არ არის უბრალო შეხედვა. ამიტომ მე მინდა დიდი მადლობა რაულს უთხრა, რომ ვახტანგ კვარაცხელიას პარტიის წალენჯიხის ხასუსამ რაიკომის პირველი მდივნის სახელობის სკოლასთან ურთიერთობების დაწყებით ვიწყებთ დღევანდელ შეხვედრას და ამით ჩვენ ანგარიშს ვაბარებთ ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას, მის ისტორიულ წარსულს, რათა ჩვენ მომავალში უფრო ძლიერი ვიყოთ და არ დავივიწყოთ უშინდელი დღე. სხვანაირად ერის განვითარების ცხოვრება სწორი გზით არ წავა. ძალიან დიდი მადლობა სკოლას, ძალიან დიდი მადლობა მუნიციპალიტეტს, ყველას, ვინც ამას ყურადღებას აქცევს და ეს არის საერთო საყოველთაო ყურადღების ობიექტი, რომლის არსებობაზე არსებითად დამოკიდებული, როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის ცხოვრება. აქვე დავზენთ ვახტანგ კვარაცხელიას სახელი მიირჩა ქალაქ ზუგდიდში, იმ ქუჩას, სადაც იგი გაიზარდა. მაგრამ აქ არის ერთი სიმბოლური დატვირთვა, საოცრად სიმბოლური დატვირთვა. ვახტანგი რამდენიმე თვისა იყო, როცა დედა დაკარგა. მამამისმა თავის მეგობარს, იცით ვიზია საუბარი, ამდოდა უთხრა. მდგომარეობა მძიმე. იქნებ ბავშვი წაიყვანა. რამდენიმე თვის აკვანში ჩაკრული. აქვე იზრდებოდა და კარგად თქვეს, ისტორიული ფაქტია ეს, 4 წლები იყო აქ და იქ სწავლობდა. მერე მასთან ბევრი რამ არის დაკავშირებული. აი აქ მე სხვას ხედავ. იმ სისტემის ზრუნვას ობოლი ბავშვის ახსნის დიდი ამოცანის გადაწყვეტაში. დღეს სწორად მინდა გამიგოთ, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ღარიბი ოჯახის უნიჭიერესი ბავშვი არ სწავლობდეს. გაუფიქრეთ ამას. ეს არის უსერიოზულესი პრობლემა, რომელიც დაუდგა საქართველოს და იქნება მომავალშიც. ჩვენ მე სხვასაც გეტყვით, წიგნი რა იწერა მას. ვახტანგ კვარაცხელიას ალბათ დაგითხული გქონდა. იქ ამათი მქონდა ერთ-ერთ ჩემს კოლეგასთან სამივე განძის მფლობელი. იმ წუთას ყველა ყური წვიტა. ეს ხო იზომება კრიტერიუმები მატერიალური განძის მფლობელი ვინ არის. და ეს სიმბოლურად, ბატონ ბაკურს უთხარი, გაკეთდა იმისათვის, რომ დაგვეპირისპირებინა. დაპატიეთ, რომ ასე ხვამაღლა ვამბობ ამას, არამატერიალური განძის მფლობელის უპირატესობა მატერიალური განძის მფლობელთან. და როცა სამივე განძია საუბარი ლაპარაკია ნიცზე, ჭკუაზე და ცოდნაზე. ქარს მოდაიღოს, ისევ ქარი წაიღებს. სმანებაში წავიდა, ისევ ქარმა წაიღო. ბედი უკან გაბრუნდა, ჩვენზე ხელი აიღო. გინდა შენი სამყარო მთლად შიშველი განახო, მაშინ თვალი გაახილეთ, სრემლი არ დამანახო. აი შენი სამყარო, ჩიბრის ბნელი ტურია.
კაინშური დაბაღმულს მის სისხლი რომ ტყურია ხო ბნელია სამყარო სისხლიანი წარსული ქრისტეს დაბადებიდან საუკუნე გასული მე 12 წლისა ვარ ყოველდღე ბერდება ჯოჯოხეთში გაისმის ტანჯვა ოხრა ვედრება რა წამართვით იმედი ახლა რის იმჯეროდეს რას არაცოს ჯვარს არაცოს ბარაბა შულებს ხოცავს ჰეროდე გაგიბნია ვერცხლები ქრისტე ღალაც მიუხვდა თოქზე პირქუშ ღამეში ჩამოიხშვა იუდა ყუზმა შვიკის კაპიტანს სახე ურჩხულს მიუგავს ციკლობს სისხლი წადია კარზე ლოდი მიუდგავს უკარაჩა მოუკლავთ კაჩაღების ფენიდან მისი სისხლი დალიეს გადასხმული ველიდან მოღა იცნობს უბედურს არჩევს ხატო ფიროსმანს კარგი საგებისათვის პლავი მოშრეს დიდოსტაც გალაქტიონს ბაწავენ ესენია ქართული მერი სამყაროსცალია ქორწილშია გართული აი თქვენი სამყარო აი თქვენი ცოდვები ერთად დაგლიჯეთ მე კი კარგად ვშორდებით კაცი ძმას არ დაინდობს ყველა სოლებს გაფრიტავთ ვერ დაითმოთ ხომ ვიცი დედამიწას დაფრითავთ ზოგი კარგი ტიპია ზოგი ცუდი ტიპია ზოგს ბევრი ყავს ქალები ზოგს კარგი ტიპია მე გისურვებ წასვლამდე ყველას კარგი მოერგოს ყველა პროკა არ არის ბოთს რომ მოერგოს და თუ ჩემთან წამოხვალთ გამიზადე წიგნები პლანეტაზე თუ არა ორბიტაზე იქ შემასწავლეს ლოცვა და რწმენა ვაჟას მიწა ჩემი საძვალე გოგებაშვილმა ამიდგა ენა აღმაშენებლის სამშობლოდან ვარ იქა ჩემი სული საუფლო სადაც სიმღერით ომებს იგებენ სადაც ყოველი ლექსად საუბრობს მე სააკაძის სამშობლოდან ვარ თამარის სისხლი გადამდის გულზე უფლის სიყვარულს თავს რომ სწირავენ დარწმენას არვინ არ ყიდის ფულზე მე და ფიროსმანს ერთი მიწა გვაქვს გალაქტიონის დამყურებს ღამე სწორედ იქაა ჩემი სამშობლო დიდა ღვთისმშობლის რჩეული მხარე მე ქეთევანის სამშობლოდან ვარ მისი სისხლი ვარ შვილი ვარ და ვარ აკაკის ნასუნქ ხარს ვისუნქავ ილია გავლილ მიწაზე დავა ჩემი სამშობლო ვერ ითვლის ასაკს კაცობრიობის დღეთა შექმნიდან დიახ გახლავართ საქართველოდან გენიოსთა და გმირთა ქვეყნიდან ძალიან დიდი მადლობა იმ ინსტანციებს მე იქ მაღალ ეშელონებზე მაქვს გამართლებული ყურადღება განათლების სამინისტროს, მშენებლობის სამინისტროს, რომლებმაც ერთი აგური დადესკა და ძალიან ბევრი იღვაწეს იმისთვის, რომ აქ ამ უბანში ხედა მაზანდარას რომ ეძახიან, ბავშვებს ასეთი ნათელი ოთახები რომ ყოფოდა. ყველას უღრმესი მადლობა თქვენ, უდიდესი მადლობა მოწერელიას, რომელმაც ითავა სწორედ ამ სკოლის მშენებლობა და დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა ჩვენი რაიონის ხელმძღვანელობას, რომელიც მას გვერდში დაიჭრა. უდიდესი მადლობა თქვენ, გამიდა ერთი ძნული გამოფიტა ელი, რომელიც არის წარსულს ივიწყებს, მას მომავალი არ უწევია. არასდროს არ დაავიწყდება ამ უბანს ეს უმკეთილშობილესი საქმე. პატარა სკოლა იყო, მეგობრებო, ეს იყო ძალიან ისეთი მივაკლილი სოფელი, ასე თუ შეიძლება ითქვას, მაგრამ ამის კედლებში დაფრიალდნენ სახელმწიფო მოღვაწეები, უდიდესი ადამიანები, რომლებმაც შორს გაიტანეს ქვედა მაზანდარის და წალინჯიხის საქართველოს სახელით. უღრმესი მადლობა თქვენ, ყველას უღრმესი მადლობა. აი ესა საქართველო წარსულით, გამარჯვებით და საოცრად დიდი რწმენით, რომლის თაობას ახლა გზარეს და ჩვენმა ახალი თაობის წარმომადგენლებმა უკეთეს. დიდი მადლობა მათ, ვინც ამ ბავშვებს ეს ლექციები შეასწავლა. პერსონალურად მადლობა მათ. ეხლა ვიცი, ეხლა გამოცდილები ვართ ყველა. რაოდენ დიდ გამოცდილებთანაა დაკავშირებული ბავშვს არ შეეშალოს. რა დროს ამაშია ლაპარაკი. ეს სულ სხვა ტალღა, სულ სხვა მიმართულება, ეს სტრატეგია,
სტრატეგიის ბურჯი ეს ახალგაზრდობა ჩვენ კი ჩვენი მოტანილი ტენდენციებით თუ ტრადიციებით გარკვეულად გვაძლიერებთ იმ საუკეთესოს რაც ერის კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული. ძალიან დიდი მადლობა. მაპატიეთ რომ მე ვღელავ არ გამჭირვებია ასად ისე გამოსვლა როგორც თქვენ წინაშე, იმიტომ რომ ახლა ჩემს თვალში სულ სხვა რაღაცები დგას ადამიანურად გამიგეთ. ხალბატონ დირექტორს თქვენ ხალბატონო ყველას ვინც აგზავნებით ძალიან დიდი მადლობა და გაგვიშვით იმ წვენით რომ თქვენ სახელოვან ადამიანებს აღზრდით, იმიტომ რომ სკოლა დალოცვილი ვახტანგ კვარაცხელიას სკოლა, წალენჯიხის სკოლა, ალკუთხის სკოლა, დიდი მადლობა ყველაფრისათვის. თითოეული თქვენთაგანი გეტყვით პირდაპირ ჩემთვის არის დღეს დიდი საჩუქარი ადამიანური უცხოეთო ჯევანდელ შეხვედრა თითოეული თქვენთაგანის გარეშე მე ვამბობ სტუმრების შესაბამისად პირველ რიგში ნუ ახლა წარიჯიხელები ზედა შევიკრიბებოდით ეს არის ხო პრობლემა მაგრამ თითოეული თქვენთაგანი არის დიდი საჩუქარი დღეს წარიჯიხისათვის და პირადად ჩემთვის მადლობა ამისათვის ახლა ვინ შევიკრიბეთ აქ ჩვენ დღეს მოკლე ინფორმაცია დიდი ხანია ამის სურვილი მქონდა გეტყვით აგერ პირდაპირ გულწრფელად თქვენ იცით რომ მე ამ რაიონში პარტიული ხელმძღვანელი ვიყავი 10 წლის მანძილზე და სამეგრელოს რეგიონის და კაცი ვიყავი და ამ ჩემს კოლეგებს შორის ასაკით ყველაზე უმცროს მაშინ ახლა ასაკით ერთ-ერთი ყველაზე უფროსი ვარ ამ სუფრაზე სტოლთან შორის აბატი თათა ეს უნდა თქვა რადგან ამას არსებითი მნიშვნელობა დღევანდელი შეხვედრის ბიზნესსა და შინაარსის გასასრულებლად სიმბოლურია დღევანდელი შეხვედრა. მე მეც ვიტყოდი. ეს შეხვედრა დროსა და სივრცეში არ განმეორდება. ეს არის მისი ისტორიული ასპექტი. ჩათვალეთ. საბა კვარაცხელიას წარმოთქმული ლექსი დროსა და სივრცეში არ განმეორდება. იმის ორგანული ნაწილი ვარ ჩვენ. აი ბიჭმა რო ზეიმო. რატომ? ხვალ ზეგრო მივიმ გადაწყვიტოს. აქვე წალენჯიხაში იმავე მარშრუტით, იმავე სქემით. ჩავატაროთ ეს ღონისძიება, დრო იქნება სხვა. სივრცეც იქნება სხვა. ხოლო წლების შემდეგ ვინ დაესწრება? ესეც კითხვის ქვეშ. რა უჯახი ეს? დღევანდელი შეხვედრის ორგანიზატორს აქვს ქონდა სრული უფლება და ამავე დროს განგებისაგან მინიჭებული მოვალეობა, რომ ეს შეხვედრა შემდგარიყო. დაიწყო. 34 წელია რაიონიდან წავიდა. გარდა 20 წლისა მე ვარ საქმის გულში. ყოველწლიურად ჩამოდის კაცი და იმისების სახლავებს მიდის ვისთანაც იგი მოეწოდება. ასეთი მაგალითი ჩვენ საქართველოში არ გვაქვს. გამოცდილების შეძენის დაუოკებელი სურვილი და სულისკვეთება. ეს მან გააკეთა. ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ. ეს არ არის უბრალო სუფრა. ყოველ შემთხვევაში მე ასე მისმის. დიდი მადლობა უთხრათ მას ამისათვის. აქ ვატყობ რომ ჟაბასი იქნება და დღევანდელი შეხვედრა თითოეულ ჩვენგანს დაარწმუნებს იმაში,
რამხელა ძლიერნი ყოფილ ვართ ჩვენ, რომელიც წარსულს დღევანდელობაში წარმოადგენთ და მომავლისათვის მზერა სტრატეგიულად სწორია და ეროვნულ ხასიათშია ჯადებული. აი წალენჯიხა. ასეთი რამ არ სადარ ჩატარდება. ამიერიდან შეიძლება ჩატარდეს. არ ჩატარებულა ყოველ შემთხვევაში. რაც შეეხება ბატონ მაბათით ჩვენი მეგობრის რაულ ჯახიას დღევანდელი შეხვედრის წინამძღოლის ლიდერის ბელადის თუ ასე ვიტყვით ასია თავიდიურობით ასია წინამძღოლია ლიდერია მერე ბელადია ბელადი რა ბელადი არის ვინც უძღვება წინ პოლიტიკურზე არ არის ლაპარაკი პოლიტიკურ დატვირთვას არ აქვს შემოგვთავაზა მეტად საინტერესო სადღეგრძელო მე პირდაპირ მინდა მხარი დავუჭირო მას მხოლოდ ერთი ჩემი სურვილის გაზიარებით დავიწყოთ ოდაბადედან თითოეული ჩვენთაგანი ზოდაბადე თითოეული ჩვენთაგანი წალენჯიხა კონკრეტულიც თითოეული ჩვენთაგანი სამეგრელო თითოეული ჩვენთაგანის ერთიანი დიდი უძლეველი ქართული ფენომენი და სრულიად დიდი საქართველო გთავაზობთ ამ სადღეგრძელოს მას შემდეგ რაც წინამძღოლმა შემოგთავაზა მე დიდი სიამოვნებით შევსვამ ამ სადღეგრძელოს და უბრუნდებით ალბათ სხვადასხვა კონტექსტში ამ თემებს ჩვენს ქვეყანას ბედნიერება უსურვოთ ბევრი წრემლი დაღვარა ქართველმა ხალხმა ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ იმაში რომ ქართული ფენომენი ლავაც გაწყინდება და ქართველი ხალხი საქართველო ცივილიზაციათა ურთიერთობებში საუკუნეების მანძილზე შეძენილ უნიკალურ ფუნქციას შეასრულებს. ცვლილობა ასე მინდა შემოგთავაზოთ. როგორც გითხარი, ქრისტიანად გადავდივარ სამგერძელოს ის დგება და აგრძელებს იმ სამგერძელოს და თავის სათქმელსაც მაშინ ჩააქცევს მასში. დანარჩენი მე თვითონ როგორც სურს, რამდენიცაც ისურვებს. მე ახლა დამძალებელი არავინ არა ვარ. განდეისწრებს გესიამოვნება, ღვინო კარგია, რამდენად ვიცი. და როგორც გესიამოვნებათ ისე რომ და მაჩუქეთ ეს 2-3 საათი ისე რომ ყველა ისიამოვნებთ. მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ჩემს ზუგდიდელების დღესდღეობისთვის, მაგრამ მე მინდა კიდე განვარჩო ეს პატარა იმით. ნამდვილად ჩემი ბაკურ დავიდოვიჩ რა ზუგდიდში აიდგა ფერხი. სხვათა შორის ჩვენი მთავრობის მოადგილეც იყო, თავმჯდომარეც იყო და ყველაფერი იყო. და მრავალი რაიონის დივანი სხვათა შორის და მაგან ისეთი კაცი შეცვალა ზუგდიდში რომ უნდა მემუარებში უნდა არის დავია ხარჯუშენობა რა ხარიძები აქ ზის ბატონი რაული ჩილაჩავა რომელსაც წელს მიენიჭა დიდი ცალკე არა ეს ცალკე ითქმება თუ ამბობ და არის შემისაგრებო და სუპრიზებრივი არტიული ვერ სამწუხაროდ ეხლა რადგან დაიწყო არა ცალკე ერთად ბატონი რაული რომელიც არის ყველაზე დიდი ქართული პრემიის ლაურეატი შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი კაცი მრავალი პრემიების და გუშინ წინ აირჩიეს ზუგდიდის საპატიო მოქალაქე. გაიხსნა კიდევ ვარსკვლავი ბატონი რაული. ზოგიერთს გონია რომ ისა წინს არ კითხულობენ, არც ლექს კითხულობენ და აი ესა და ყველაფერი იმით დაქვია. და რომელიც გუშინ გამჟღავდა რაც ყოფილა რუსეთის აგენტი. ეს აღწოდი ზუგდიდელების არ ეტყობა როგორ
გურდარეკა მე თქვენს ჟურნალ რაში მივარ ახლა მე პარტაქტი შევკდე და უთხრა რომ თქვენ წავიდეთ და ჩვენ მოვიგეთ. რაღაცაშია პონჩი შემოვედი და გაკვირებულია ჟორა. არ ველოდება თუ მომატყვის. ახლა ხონდა გამოვძრებ მდგომარეობი და რა ვქნა კაცო. რაღაცა გამოვედი სიყვარული ზარმი და წავედით სუფრაზე. ეს სუფრაც ხო არა დაგეგმილი. ბატონო ხო იცით როგორ არის? არ ველოდებოდნენ და ცათარიაკი გაკეთე. თურმე მეორე დღეს ბიუროა. და ერთ-ერთი კოლმოვის დამჯობარი გვარად ზარქოა. გახსოვთ ალბათ. დამსახურებული კაცი უნდა გაანთავისუფლოს. ნუგზე. ვალოდი. ბოდიშვის არ ვიცი რომ აქვს. ეს რო შემოვიდა რესტორანში რაღაცა ცუდად იყურება ჟორა დღეს აკეიფოს და ხოლმე მოხსნას. არადა საკითხი მომზადებულია. ახლა ბოდიში ახლა აქ ზარქვების არის სუფრაზე არის მე არაფერს არ მეთქვი. ბიჭო ჩვენ ხო არ ვიცით და თან ვინ არის ჩემთან იცით გვიშიანი. აი გიშა საგერის პირველი დივანია მაგრამ ორივე პარტკომი ვარ თემგურის. რა ხანსა ჟორა მოგამუშვა პარტკომანი თქვის ხო და ჟორა რაღაცა დაფეთებული არ არის სუპრა მხიარული და რა ხდება თურმე ჟორა უყურებს მი ვლადიმერი ხო? თურმე ვალოდია თურმე ერთს რო ამბობს ის ორს ვამს და მიხვდა რომ უნდა დათვრეს ამას ამის გაჭირება 30 წელიწადია კომპიუტერში მოხსნია შოდა აჩვენებს რაღაცას ანიშნებს რომ მიხედეთ რა არ დალიოს და იმან მიხვდა ახლა ეს გამოსტილიკაცია და ეს გამოთქმა კამრი არ არის მაგრამ დიდად პატესებულო ბატონო პირველ მდივანო სიტყვა მომეცით აუ ატყდა წყალმჭეხლა ყოლი დაჯეკი დაჯყოლა ვიცი საყლეს ჩვენ ვერ მივხვდით რა თვარაძებს სიტყვას ეხლა მე შემისერა რა უნდა თქვას მე გელაკაზია არ მოწოდე თქვია თქვენ ჩემთვის მეცხრე პირველი მდივანი ხართ ძალიან ხო დამარგვალებინეთ მე ჩვენ მივესალმოთ ჩვენი სამორძალკანოს პირდაპირ ვიტყვი მთელი ამ ხაზების ძალასა და უნას სამორძალკანოს მივესალმები ვახტანგ ხოლბაიას სახით შახსი ლატარია არგია დიდი მადლობა გაიხარე საიმედო გიხარით პიროვნული არა მინდა ახლა გითხრა პირდაპირ გეტყვი მამაკაცოა შენ ისეთი კაცი ხარ ყველას უყვარხარ მაგრამ მათ შორის ეს არანაკლია ყველა ჩვენთაგან შეეხო ჩემს ოჯახთან შეეხო მე და ჩემი მეუღლის გარდა სამწუხაროდ ჩვენ ვიყავით მარტო ადგილობრივები ჩემი შვილები შეძენილი შვილები ყველანი ტოლერანტი იყვნენ და არიან დღესაც მაგრამ ესეც არ არის უბედურობა ეს საშუალება მე ასაკობად ჯერ მე თქვენ შემატყუა თქვენ ზარისიმებს არ იყო აკრილი და არ არის აკრილი ხელმძღვანელობა მინისტრთა საბჭოს ზოგიერთების შეიძლება ის ქირიკის საგანი იყოს მაგრამ არა ჩემი და არა შეგნებული ადამიანები კარგი ძალიან ამაყია აი ხარ უთხარი ესაა ვახტანგი არ ელისახა ამას ამ ღონისძიებას და უცბად ვერ ინასკნა რა ვერ მოისაზა რაო და ნუ კარგია ხოდა რატომ წალენჯი ხაში მეკითხება აქეთ შეერთი ეს რა შეკითხვა უთხარი ფოთში გაგიკეთებია და უკეთესი იქნებოდა კიდევ მეთქი მე უთხარი ვინ იყო ამის წინააღმდეგ მე წალენჯი ხაში ვაკეთებ და მოდი თუ მეც სიკატივი მეთქი მეორე კარგი გასაგებიაო და ახლა ვაგერო კაბინეტში ვზივარო პრეზიდენტის სანაშემწევარო მე ვერ გავიდი მე არ ვიცოდი ეს და პრეზიდენტის სანაშემწევარო თუ რაღაცა მითხრა და ფოთელების ნაჩუქარის ვიდეო ფოთელების თურმე მესწრებათა აკადემიის პრეზიდენტის სანაშემწევო ფილა თუ რაღაც არ ვიცი ასე მითხრეს მე ხოდა ფოთელების ნაჩუქარი კალენდარი მიკარისა მიკიდია ვაგერო მითხრა და ახლა დიდი წრით შემოხაზავდი 1 ოქტომბერს მითხრა ფოთელებისაგან და ჩემგანაც რომ თქვენ ღირსეულად იმ ჩვენ დიდ ქალაქს რომ ხელმძღვანელებ და თქვენი სიტყვა თქვით იმ ქალაქის თან მიმართებაში აი ეს მინდოდა და საქართველოს გადმოვიდივარ თქვენთან ორივესთან მე თქვენ მეამაყებით ჩვენ მეგობრები ხართ ჩვენ ერთმანეთის დაკარგვა გამორიცხულია გაგიმართ ორივე ზაგილოცა ლაჟვარ
და ჩემო თემო. ხო, ამ საქმეს არა. ძალიან ციტყვა ახლა უნდა ზურა ერკვანიას კარგად ყოფნა ის. გამოჯანმრთელება უსურვოთ მას. მე გაკეთდა. მე ხაბრონელობით. მაგრამ როგორც ბატონმა რაული მძარა იმს არ იყოს არ მოგეცა. ჩვენ და სასიხარულოდ ქალბატონებს პროჯის გიხდით ორი საგრძელო მაცალეთ და ყველაფერი იქნება ისე როგორც ეგინა. კი, რა თქმა უნდა, დავლოცვაზე არა ლაპარაკი მარტო. ჩვენ არ დღეს ვყავს საპატიო სტუმარი. სასახელო კაცი. ყველასათვის. მათ შორის ჩემთვისაც. ბუნებია პირველ რიგში ჩემთვის ხო არ ვამბობ, მათ შორის ჩემთვისაც. პირველად ფიზიკურად ამ კაცს დღეს მე ხელი ჩამოვარდი. და ერთ ჩემთვის გატყვით გულწრფელად, რომ არის ერთ-ერთი შენაძენი. ერთადერთი კი არა, ერთ-ერთი შენაძენი რაუდ ჩალაჩავას საგრძელო მინდა შემოგთავაზო. კარგია, ბატონო. ჩვენი საამაყო კუთხის სამეგრელოში ხო ვარ რეგიონი დღეს სამეგრელოს საამაყო შვილია ეს საქართველოსი რა თქმა უნდა და ყოფილი კავშირის მასშტაბითაც მაგრამ პირველ რიგში არის ზუგდიდელი კაცი ჩვენთვის ყველასათვის ნაცნობი თუ გინ წიგნი თუ გინ სურათი თუ გინ რა ვიცი სხვადასხვა შორის წალენჯიხას ზონამუშავარია ხო იცი? ენგურგესის გაზეთი და ხავარი ის არის რომ ეს კაცი არის რაუნდ ჩილაშა. რა თქმა უნდა. მოგესალმებით. ჩემო, არა, ის ბატონო გადაისვა, ისე მოგვათა. ჩემო რაუნდ სეხტია. მოგესალმებით. ჩვენთვის ეს არის უდიდესი სიმდიდრე. სიამაყის საფუძველი. ჩვენ შემთხვევით არ დავარქვეს ალბათ რაუნდი. დადნა კაცი სული და გული ჩადვამას ამის დაუნახობა ცოტა დიდი ცოტა ეს უნდა დავინახოთ არა თავისი ორგანიზმიდან გავიდა ადამიანი რა დღეს რამდენს დებს ამაში ხო მას სიძლიერე და დიდხანს შესყოლოს დიდი მადლობა უთხრა ხო არ შემიძლია არ თქვა იგი კალბოსარი კაცია წერა იცის მის მომავალ ნაწერებში ეს დღე აისახება ამაში დაწუნებული ხარ გამიგვირდა მას სიძლიერის ციკლია გამოშვებული მაგარი თუ ნახეთ მეორე დომეული სიჯუნა ის სიტყვები რომელიც იმ წიგნში წერია ყველა მისი არ არის მაგრამ გოეთი ამბობდა მე სოპლაგიაჩი კი არ ჩამითვალოთო ეს მე გავიაზრეო და ჩემით გამოვიდა ჩემი შემოქმედება მე რომ კითხულობდი რამდენია ასე შოთა რუსთაველი კაცო მთელი წინა ისტორიის სიმძიმე ასახავს ასე რომ ჩემო რაულ გეტყვია შენ ეს შენ არ გეკუთვნის ეს ასე დაწერილია გარაჩეულებრივი კრებულია შეგელი ხალხის სრული აზრები რომელსაც შორის დიდი უმრავლესობა მისია პირადად მისია გაგიმარჯოს ხელი მერტმა ხელი მოგიბართოს შენ ოჯახს გამოიწურჭეთ დიდი მადლობა ბატონ რაულს თავმარჯო შარაფიქრისთვის ისე გეტყვით მე ამ სუფრას ზუგდიდში ოდარი არ ჩადა ეს ყოველთვიურია ხო წლებში და შეიძლება მას უკვე დაფიქრი ქონდა ეს აი რაც ეს მოხდებოდა წარსულის ხევანდელობია უბედურების წლები 30 წელი რაც არ უნდა ჩათვალოთ ცოტა ვიგაროთ ეს მონაკვეთია ისტორიის რომელიც დარჩება ჩვენს ისტორიაში და საქართველოს ისტორიაში და ყველაფერი ეს დაკავშირებულია